ექსტრემალური კვირეულის დასასრულს გადავწყვეტე ჩემი თავი კარტინგში ვცადო. აბა ფორმულა 1-თან მე ვინმე მიშვებს. პირველ რიგში რა უნდა იცოდეს კარტინგზე მოსულმა ადამიანმა, რა წესები უნდა გაითვალისწინოს. უნდა დაემორჩილოს საჯის წესებს და რა თქმა უნდა იცოდეს მარჯვენა და მარცხენა. რომ გაზი და ტორმუზი არ არის. მარჯვენა არის გაზი, მარცხენა ტორმუზი მე ვიცი. შემდეგ უკვე მოსახლეში ისე უნდა შეხვიდე რომ არ მოგაცუროს რა, ანუ გაზს უნდა აუშვა ფეხი, გაზისთან შეხვალ გააჩნია მოსახლეებს ახლა არის ესეთი მოსახლეები რომელთაც შეხვალ გაზით. ან ტორმუზი მუხუჭი ჭირდება მარტო აი კუთხეში ძალიან რთული მოსახლეები არის და მაგიტომ. არ როგორ ხედავ აქ დაბმა ჭირდება და არა არის საჭირო დაბმა, იმიტომ რომ რაღაცა რო იყოს არ უნდა იყოს დაბმული, უნდა გადმოვარდე კარტინგიდან რა. თუმცა ამოტრია, მაგრამ აქ ისეთი ისაა რომ ამოტრიალებით არ ამოტრიალდება, გადმოვარდნეთ ეგეთ შემთხვევები იშვიათად, რომ ვიღაცას რაღაცა მოვიდეს. უფრო ემართება ძირითადად მანდილოსნებს, რომლებსაც ერევათ მარჯვენა და მარცხენა ერევათ. ჩაფხუტი აუცილებელია დაჯახების შემთხვევაში. ეგრეა. ჯერ მარცხენა. მარჯვენა გაზი, მარცხენა ტორმუზი. ყველა მოსახლეში გაზს აუშვი ფეხი და გაზის გარეშე შედი. გაზით რო შეხვიდე მოგაცურებს და მუხლით უცბად არ დააწვი. ანუ როგორც მანქანაზე ანალოგიურია, ნელ-ნელა დააწექი რომ შეანელო კარტინგი. დამჯერ. კიდე მინდა. აი, მოწევის ქვეშ რა მაგარი იყო. კარტინგი ექსტრემალური სპორტის სახეობა რამდენად არის არ ვიცი, მაგრამ ადრენალინი რო გამოიყოფა ეს ნამდვილად უნდაოა. რა მაგარი იყო მეკიდენი და წავედი. Fucking ready. Okay, there.